ბოლომდე ვიბრძოლებთ, არ დავთმობთ არც ერთ მისხალს თავისუფლების, არც ერთ მისხალს კეთილდღეობის, რომელიც დღეს ჩვენს მოქალაქეებს სასიცოცხლოდ ახლავე ჭირდებათ. არა ხვალ და ზეგ, არამედ ახლავე სჭირდებათ. მინდა თქვენ მადლობა გადაგიხადოთ იმ ბრძოლისთვის და წინააღმდეგობისთვის, რაშიც ახლა თქვენ იმყოფებით. ჩვენს სტრუქტურას და დარწმუნებული ვარ ორივე გუნდში და ორივე პარტიაში ეს ხდება და ჩვენთან ერთად მყოფ მოქალაქეებს ყოველდღე უწევთ უზარმაზარი წნეხის გავლა. და ხშირად ქართული ოცნების ლიდერები იყენებენ, რომ აი ვიღაცამ უარი თქვა კანდიდატობაზე და გვერდით გაიწია, კანდიდატურა მოხსნა. რატომ ხდება ეს იცით? პასუხი რა არის? უნდა ივანიშვილს ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა თუ არ უნდა? არ უნდა და იმიტომ ცდილობს რომ ზეწოლა მოახდინოს, იმიტომ ცდილობს რომ მოისყიდოს, იმიტომ ცდილობს რომ დააშინოს ჩვენი გულშემატკივრები და მხარდამჭერები. და რეგიონებში ისინი ყველაზე მეტად დაუცველები არიან. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ბრძოლისთვის, ვინც დგახართ, არ ნებდებით და მოგიწოდებთ ყველას. ეს ბრძოლა უნდა იყოს ისეთი უკომპრომისო, სადაც არ არსებობს არანაირი წინაღობა, რომელიც ჩვენ დაგვამარცხებს.